შალვა ათელაშვილი სად არის ამ დროს? არ ვიცი, ვიღაცები წერენ სხვათა შორის, რომ შალვა ათელაშვილი და ხაბე ებრძვის მარტო იმას, რა ქვია, ბიძინას ობროს და მე შალვა ათელაშვილის არაფერი არ მინახავს. გარდა იმისა, იქ რო იყო ორკლეს შუაში რო იყო, მაგის გარდა ეგეც რაღაც მომენტები ვნახე რა. შალვას თავისი ის აქვს, რა თავისი ნიშა აქვს დაჭერილი და რაღაც მომენტში და ნაცებსაც აჯობს, ოღონდ იმ დროინდელ ნაცებს, 2003 წლის ნაცებს, რომ აი ვარდების რევოლუცია მე მომიწყვეს. რომ მე გავიმარჯვე რაღაც 2003 წელს ამაში არჩევნებში და მე შევარდნაძემ ამერიკას არ ამბობს. შევარდნაძემ რუსეთმა და სააკაშვილმა მე მომიწყვეს ვარდების რევოლუცია. მაგრამ ნუ ხა მესმის ეგ რო არ თქვას ის არის, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაიხარშა უკვე ის რომ შალვა ათელაშვილი ის არის რა. ანუ ის ფაქტი რომ შალვა ათელაშვილი 2012 წელს ქოცი არ იყო, აი ძალიან ეხმარება და უნდა გადაყვეთა მოხდეს რაღაც მომენტში რა. აი ზუსტად ხავე რა იყო შალვა მოდი ჩვენთან ხა ამაში. არა, ჩვენთან გადაყვეთა კი არა, მაგრამ ხაბეს შენს გაიგონე კაცო. შედაუმეგობრდე იმას რა ქვია. კარწინკა გაგვიჩითე, სადაც ხელს არწმევ შალვა ათელაშვილს. ეს იქნება ქართველი ერის უდიდესი ტრიუმფი. ზუმერებს ჩაირიცხავ ბოლო-ბოლო. იმიტომ რომ მემი კი არის შალვა ათელაშვილი თავიდან ბოლომდე და ნუ რა ვიცი ხა რა. მე მაგალითად ხო აი შალვამ სკოთაშორის ეგ კაი პოინტი გააკეთე, იმიტომ რომ შალვამ შეძლო რომ მემიკი გახდა და არც ერთი პოლიტიკოსი მემიკი არ არის მაგაგებით. შალვას რო არ უზღოდეს წინ 20 წელი ძალიან ბევრი ყლეობის და ესე მემიკი ამხდარ იყო როგორც ეხა არჩევნებზე გახდა, ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა. პროსტა შალვას ანუ არაირონიული მემიკობის პერიოდი აქვს ძალიან ბევრი გამყოლილი და სანამისად სახელი შელახული აქვს, მაგრამ ეს სახელი შალვა შეგიძლია ჩამოირიცხო უბრალოდ მიდი ხაბესთან, ან ხაბე შენ მიდი მაგასთან და ერთ სურათს გადაიკეთე ხელს. და მე აი მაგ მის ხრივ რა, короче, მიმ ფიგურობის ხრივ რა ქვია, ალეკ ოლისაშს აქვს ძალიან უცნაური ეს რა ქვია პატერნი ასე რო თქვათ რა. ეგ ზუსტად ეგ არის რომ იწევს როგორც მიმ ფიგურა, აი რაღაცა ყლეობებს აკეთებს, ხან TikTok-ებს იღებს, ხან რა ვიცი იქ ვიღაცა შემოარტყავს, ხან რაღაცა ეგეც იზავს, რაღაცა აი რავი რეიტინგს აკრიფავს პატარას და როგორც კი ამ რეიტინგს აკრიფავს, მე მაგარ ყლეობას აკეთებს. მე ჩაიჯვამს. იმენა იჯვამს, ანუ მაგის თელი პატერნი ეგ არის რა. არა და გააფრთხილეს არ ჩაიჯვა. ხო. ქართველმა ადამიანმა, ცალსახად ქართველმა გააფრთხილა. აი რაფხელა იმედი ქონდა იმ ტიპს, რომ აი აჰა რამე ერთი 60 წლის კაცი ხო იქნებოდა მინიმუმ და 60 წელია ტიპი უყურებს საქართველოს პოლიტიკას და ეს ამაში დაინახა იმედი და ალიკო შენ მაინც არ ჩაიჯვაო და რა გააკეთა ჩაიჯვა არა ერთხელთან. ეხლა ცოტა ზოგად იმაზე გადავედით ჩვენ რაღაც მოვლენების მიმოხილვაზე, რადგან მოგეხსენება 2 ლიტრანაირ დაულიეთ, მაგრამ ეს რა ქვია, აქვე შუთაუთ თუ ეს რა ქვია, აკუბარდია, იმიტომ რომ ერთადერთი ჟურნალისტი ეგ არის საქართველოში. ხო, კი ბატონო. აკუ მოგვიწვიე. ან შენ მოდი კაც ჩვენთან. ჩვენთან მოვიდეს, უკეთესი. პროსტა მესამე ოსმა დაგჭირდება მაშინ. აკუსტვის ვიზამთ რა. კონდიციონერიც გვაქვს აქუ. განსხვავებით კავკასიის. და ფეხებით შეგვიძლია ტაში ჩავაწყოთ, აქ ეს სიტუაცია არის მაგის. ნუ კარგია ახლა. ეს რა სწორი ხარ? მაგრამ აკუბარდიან ბიჭო, ბევრი კარგი ანუ აკუბარდიას რომ YouTube-ზე მაგარი ნახვები აქვს, ხო ძალიან მაგარი ფაქტია. კი, იმიტომ რომ აკუბარს ანიკიძეს იმიტომ რომ ანუ ეხლა სახათ უფრო მეტი რეიტინგი აქვს YouTube-ზე და ინტერნეტ საზოგადოებაში ვიდრე რავი ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს. კი, აკუ და გუბაზე არიან სამწუხაროდ ეხლა უნდა ვაღიაროთ მე და შენ პირველი ქართველი პოდკასტერები. კი, ჩვენ მეორე გამოვდივართ. ხო. მაგრამ ნუ ეგრე არის რა, აკუ ჩვენ შეგვიძლია პირველი Zoomer პოდკასტი ვიყოთ. კაი, დავჯერდეთ ამას. ეხლა რადგან ბევრი დაულიეთ ის გვაქვს რა ქვია რეფლექსია. აი რეფლექსია და აღიარება. მოწმილი საუბარი. ნახე ეხლა არა, აკუ და ისა რა ქვია, გუბაზე კაცო. ანუ პოდკასტი რა არის, ბატონო, მიდიხარ და რაღაცა გინდა ამბობ და როცა გინდა და ძალიან relaxed environment-ში რა. და ის სხვათა შორის environment-ს გამახსენდა, ხა ცალსახა ძალიან კარგი სიმბოლიკა არის ჩვენ სეტში, ხა ჩემს უკან წიგნები არის, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცა ვიცი და შენს უკან სიცარიელია, იმიტომ რომ ტვინინგს არის. საერთოდ ჩემს უკან კონდიციონერი. ხო და გაციუდები. და მე გლობალურ დათმობას ვებრძვი, აი შენ. კარგია ხა. ხო და ანუ ეგ იყო ის კავკასიაზე აკუს გადაცემა, ყოველთვის ეგ მედიოდა და ნუ ახლა გუბას შენს ფიგურა. ანუ ჩვეულებრივი ძალიან მაგარი
პოდკასტი იყო. მეორე აქაც დავამატოთ რა, ბარემ ცოტა გადავწყვეტ. ასევე პოდკასტ სფერო შემოიტანეს საქართველოში, ოღონდ დამონტაჟებული პოდკასტ სფერო საქართველოში ასევე დაამკვიდრეს კაცებმა. იმიტომ რომ კაცები პოდკასტია შევაკეთე. რომელიც ეც მე დიდად take-ი არ მაქვს სხვადასხვა და უფრო მეტად არ მომწონს ვიდრე მომწონს. არ მჯერა ამას რომ ამბობ, მაგრამ იმედზე რაც გადიოდა ისინი არა, იმედზე რაც გადიოდა კარგი იყო, ეგ მეც მახსოვს. და რომ მაშინ კარგი სტუმრები ყავდათ ხა. ღმერთმა მაცხონოს კახა მენდუქიძე მაგალითად. ხო, მაგრამ ეხლა ხო რა ვიცი. მანდ ანუ განაცემის ფორმატი ცალსახად კარგია და არის ზუსტად ისეთი, ანუ ahead of its time არის და მაგიტომაც დააკენსელეს მაშინ 700 ჯერ, რომ მაშინ იმდროინდელი პროდიუსერები და ის რა ქვია ფულის მჭამელი ხალხი ვერ ხვდებოდა მის ფასს, მაგრამ ცალსახად ahead of its time არის, იმიტომ რომ ანუ ეგ არის ჩვეულებრივი YouTube-ის ფორმატი, რა, პროსტ დავსხლეთ და ვიბალანსოთ და არა, ვიბალამუტოთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა. ხო, ნებისმიერ კაცო მაგ ანუ მასეთ გარემოში ნათქვამი ხუმრობა 100 ჯერ უფრო სასაცილოა, იმიტომ რომ ეს ექსპონტანურად და სპონტანურად მოფიქრებული ხუმრობაა და არა წინასწარ დაწერილი, რაც ხო უფრო მეტად აჩენს რომ შენ უფრო მეტი რაღაცეები იცი და უფრო ქვირკი ხუმრობის თქმა შეგიძლია იმ მომენტში. ადგილობრივი ხუმრობა შეიძლება გააზრო. და ნუ ეხა მან რავი ცალსახად ჯანელა არის, რა ქვია, ჩემი აზრით. საუკეთესო ტიპი. ხო, ახლა მაგაში არ ჩავძვრეთ მოდი. ხო, მაგრამ ნუ ხო რა ჩემი აზრით შოთა უთო ჯანელაზე არ მაქვს აზრი. აი მაგაზე არ მაქვს კერძოდ. კაი, მოდი დაალაგე ეგ 4 იმის მიხედვით რომ ხო, არ მაქვს აზრი მეთქი. ვაფშე? ხო, არა. ოკეი. ყველას თავისი სტრინგთები და მე ხო, მაგრამ ეხლა ეს პერსონალური ის არის. ვიცი, ახლა პერსონალური რაღაც მე არც ერთი არ მძულს და არც ერთი არ მიყვარს მაინც და მაინც. ოკეი. დაწუნებულია პიროვნულად ყველა კაი ტიპია. ხო. მეტი რა. კაი, ზოგადად ქართული YouTube-ზე რა შეჭრე მათე გულუაო. ზოგადად ქართული YouTube-ზე არ ვუყურებ ქართული YouTube-ზე. მე ჩემი ფავორიტი ქართული YouTuber-ი უცხოა ცალსახად. ქართული ნიკოლო ბაკიაველი. დიდი არც მე არ ვუყურებ, რა? ნახე, ხა. Description-ში თავისი YouTube არხის description-ში უწერია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართველი ნიკოლო მაკიაველის YouTube არხზე. ახლა ხაბაბი აქვს ტიპს ბიჭო. ბიჭო, აი გარდა სცმ-ი მე ერთი ის მახსენდება სხვათა შორის, ეხლა რადგან YouTube-ზე ვლაპარაკობ, X-Flash-ი თუ გახსოვს. X-Flash-ი არ, Flashback-ი ვიცი, X-Flash-ი. აი X-Flash-ი YouTuber-ი იყო ეს ტიპი, თუ სწორად მახსოვს, ეხლა X-Flash-ი და მაგას ქონდა ესეთი რა, ნორმალური YouTube არხი, რომელსაც მე ვაფასებდი. და მომწონდა. რას აკეთებდა? რაღაც იუმორისტული იყო რა. სკეჩიკებს აკეთებდა. არა, ეხლა ზუსტად აღარც მახსოვს რას აკეთებდა, მაგრამ ხო რა, YouTuber-ი იყო, რომელიც რაღაც სტრიმავდა თან და რაღაც ხუმრობებს ამბობდა და რაღაცებს აკეთებდა რა. პრობლემა რა არის, იცი? და ეს ყველა ქართულს ეხება, გინდ ბიზნესი იყოს, გინდ მედია იყოს, გინდ გასართობი, გინდ ყველაფერი. ქართულში აი ძალიან სამწუხაროდ გარდა სოციალურისა ორიგინალურობა არის მკვდარი. პროსტა უყურებენ. აი, like Mr. Beast კი არის პოპულარული და ეგ გავაკეთოთ ოღონდ ქართულად. და შეიქმნა გადაცემა ისა Hungry Man-ით. რა ვიცი მე და ის ყლევა რო არის კიდე რაღაცა dating სირობები რო არის რომ რაღაცა ფარდა რო აკაფარებული და ფეხებს რო ხედავ მარტო და რომ უნდა აირჩიო რაღაცა რომელს მოყნავდით რომ რაღაცა არ ვიცი მე მოკლედ короче ქართული YouTube-ზე იმიტომ არის დაუმახსოვრებელი და იმიტომ ვერ იტყვი რომ ერთს კარგი ან ეს ცუდია რომ არის ყველა სლოპი თან ცუდი სლოპია ხო არის McDonald's-ი კარგი სლოპია ხა სიჯანსაღისთვის ცუდია მაგრამ გემრიელი მაინც არის და ეს უბრალოდ ეს არის ძღნერიდებს მაგიდაზე და ჭამე ჰა ხო ქართული YouTube-ი დაიწყო ალბათ გეიმინგით არა ну რავი ხა გეიმინგ სფერო უფრო მეტად პოპულარული იყო მე რომ ბავშვი ვიყავი მახსოვს ეს დიდი განხეთქილება რა დიდი ის რა ქვია YouTube დრამა მან ტრიალდებოდა არა მე რომ ბავშვი ვიყავი როგორც თქვი დონალდ ტრამპს ვეშებოდი რა უტარების არჩევნო კამპანიას მე ქართული YouTube-ზე ლაპარაკობ ხო და ქართული YouTube-ზე რა ხდებოდა არ ვიცი ხო არა მან იყო საბოლოო ჯამში რომ ეს პროვოკატორი იყო რომელსაც ეს ძულდა ეს გეიმერები აინოდო ხო აინოდო ალბათ უფრო მერე ზულდა ეს გეიმერები რომლებიც იყვნენ ესეთი რაღაც 40 წლის აი რაღაც ღიპიანი ხალხი იყვნენ ეს გეიმერები ვიღაც ირაკლი გეიმერი რომელიც ვაფშე საქართველოში არ იყო და ვიღაც ჰოლიკ გეიმსი თუ რაღაცა იგეთი და
Red Zerga თუ ვიღაცა რო Red Zergიც იყო, კი, და ეგეც ცოტა მერი ალბათ ვიდრე ეგენი, მაგრამ OG ალბათ გეიმერები შემისწორე მაყურებელად ხუცდები, მაგრამ ეგრე მახსოვს რა საბოლოო ჯამში პროვოკატორი შემოვიდა. Nika TMG. ეგეც მერე იყო ცოტა. პროვოკატორი შემოვიდა როგორც აი რაღაც თქვენ შვილო ყლეობას აკეთებთ და დაიწყო ამის ისა. და მე დაჟე მახსოვს მიხეილ HD იყო პირველი ისეთი იუთუბერი, რომელსაც მე ქართველს უყურებდი. და მიხეილ HD-ს ჰქონდა ისეთი რაღაცა tech YouTube რაღაც არხი ჰქონდა და Photoshop-ის რაღაც ტუტორიალებს აკეთებდა და კიდე რაღაც ტექნიკის განხილვებს და მე ეგ იყო მოდერატორი პროვოკატორის და გეოჰოლიკის დაჯახებაში. მოდი ახლა მე დავიბრალებ და არ ვიქნები ამაში არასწორი, რომ ქართული YouTube, ოღონდ YouTube რაც სულით YouTube-ია, შექმნა სულსამომ. აი ეს სალსახად კი. მე მაგამდე მოვდიოდი, რომ უბრალოდ სად დაიწყო ეგ ყველაფერი რა და დაიწყო რა, ანუ მე ვერც დავარქმევდი მაგას საბოლოო ჯამში, რომ ეს YouTube არის. მაგრამ ხო, ნუ რაღაც პირველი ჩანასახები მანდ იყო რა. მე ძალიან ყლეობა ხდება, ეს რაღაც გეიმინგ ტიპები მოდიან, აი ეს რაღაც Nika TMG და ვიღაცები და მართლა პროსტა თამაშობენ და მეტი არაფერი არ არის. და მე მაგას ვერ უყურებ პროსტა იმიტომ რომ არის რაღაცა მაგას რო უყურებ 13 წლის ბავშვი უნდა ხო აი ხო და კაკრას 13 წლის ბავშვის კეთდებოდა რა ეგ კონტენტი და ჰიტა დიდი ქართველი ინტელექტუალი ხო რომელიც ეხლაც ფუნქციონირებს სამწუხაროდ და ჰიტაც კაკრას ეგ წარმონაქმნი არის მაგრამ პათი საინტერესო მოვლენა ბანგლადეშში და ამას ისე რომ ლაპარაკობს თვითონაც იცის რა არის განთვითნობიერებული ახლა განა Google-ზე წაიკითხა რომ რაღაც ტოპატი საინტერესო მოვლენა არა იცოდა და მე მინდა გაგიზიაროთ ეს ხო რა მართლა SCM-ს გარდა ეგეთი OG კონტენტი მახსენდება Mixplash-ისგან მეტი არავისგან და Flashback-ი SCM-ს ნაწილად ვთვლი ახლა ამ შემთხვევაში მაგრამ ისა კიდე იყო ის შოთა იღმელაშვილი არა ის შოთა რა ქვია შოთაშ რაღაცნაირი არხი რო ქონდა გახსოვს? არ გახსოვს? კი ბატონო. კი ბატონო, ხო? კი ბატონო. მაგრამ კი ბატონო უფრო ხო ისეთი ამბავი ხო? მეუბა რა მე არ მყურები რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ვიცი რო ყლეობა. არა, მე უყურებდი კი ბატონოს და ეხლა რა კონტენტი მაგათ არ ქონათ. აი ეგ არ არის კონტენტი. ეგ არისო YouTube-ი მაგაგებით რომ ეგ არისო რაღაცა არც ორიგინალური არისო ერთი და მე მეორე წინასწარ დაწერილი იყო ასე ყველაფერი და რა ვიღაცები რაღაც ხუმრობებს ამბობდნენ და რაც სალსახად ყლეობა არის ასე ბაიტი იყო პროსტა ხო ანუ OG YouTuber-ები ზოგადად არიან ხალხი რომელიც ანუ მართლა იმის რა ქვია ჩაწერის გილაკს აწერენ და იღებენ რაღაცას YouTube-ი რას ნიშნავს ანუ შენ და თუ ბანო შენ თუბერობ შენი ტელევიზია არის რა ანუ ადექი და ქენი ის რაც შენ გინდა რო ქნა და მანდ ქართველი იუთუბერები ამ შეცდომას უშვებენ შეცდომა არ არის ეს დანაშაულია ჩემი აზრით არის არაპროფესიონალიზმი არაპროფესიონალიზმი როგორც YouTube-ზე ხო რა თქმა უნდა ოღონდ პროფესიონალურად უდგები რომ აქედან ფული როგორ ვიშოვო ანუ დღეს საქართველოში იუთუბერობა არის ის რომ აი რაც 10 წლის წინ იყო საშაურმე ხო არ გაგვეხსნა ან ტრაილერი ხო არ გვექირავა როგორც ის სიმღერაში პანდა სიმღერაში ეს იყო რომ აი ფული როგორ პოდკასტი დავიწყოთ ეხლა და მეორე არის ის რომ ჩვენას ვაკეთებთ კაცო ჩვენ გმირი ქართველები რომ და ჩვენ ამის გაკეთება და ფულსაც არ ვითხოვთ ამ გადაცემაში კონკრეტულად ფულს ვითხოვთ მაგრამ არა ამ გადაცემაში არ ვითხოვთ რაც სასახაც სიმართლეა ჯერ არ მოგვითხოვია ამდენი ხანი ვლაპარაკობთ ფული არ მომითხოვია მე და ანუ თუ არ გინდა და არ მომცეთ და რაღაც რა პრობლემაა მაგრამ საეჭვოდ იქნება ლინკი ის თქონდა და ხო ანუ ჯერესეთი ხა ჩვენ ფულს ვითხოვთ იმიტომ რომ ну ეხა ამ კერძო ეპიზოდს არა და მაგიტომაც არ ვითხოვთ ფულს მაგრამ ზოგადად ამას high production quality ჭირდება რასაც ჩვენ ვაკეთებთ თორე იმეებში რასაც სამყარო ვაკეთებთ იმეებს ვაფშე არ ჭირდება production-ი და იმას არ ვითხოვთ ფულს მაგრამ ანუ რამე ეხა ჩვენ ამას ფულისთვის არ ვაკეთებთ იმიტომ რომ განახო ეხლა ჩვენ YouTube-ზე რამდენი ფული გვაქვს დაწერილი ბოლო 1 წლის განმავლობაში ხო ვიდი მანახე რატო არ მანახებ ხო არა იმიტომ რომ განახებ რომ შენ ახლა ამის ღირსი მაგრამ გაგეცინება მოკლედ არ გამეცინება მე ვიცი იქ რა თანხების იმალება იქ აღარ იმალება ჩემ ჯიბეში იმალება ხო ნუ მოკლედ ის არის რომ ჩვენ გულწრფელი ხალხი ვართ რა და ბარემ მორჩეთ ამ ლუცს და დავამთავროთ ხო ცოტას მე დავიწყო ცოტას შენ დაიწყო არა მე მეყოფა ეს ოკეი კაი მაშინ მე ჩავიწყე
ჩავისხამ როგორც შემოწირულობს. ამას დაგისხამ მოდიში. აჰა, კაი, ხა. თანაბრად ვიყოთ. ოჩაღარა, გაგახარებს უფალი ღმერთი რა. მოდი ამ ჭიქით ჩემო რატი. შევაჯამოთ დღევანდელი დღე. გადაც დღე, ხო, იმიტომ რომ ძალიან დღე. ზოგადად დღე შევაჯამოთ. დღე იყო. ეხლა ისეთი რაღაცეები ჩავიდინეთ ჩვენ დღეს რომ ვაფშე ვერ ვიტყვით ამას, მაგრამ ახლა ოდესმე ვიტყვით. არა, ჩვენ კი არ ვიტყვით, ვიღაცა მოვა და შეგვეკითხება ამას. და ჩვენ ვეტყვით რომ ეს არა კი, ნუ ახლა ესე ვქენით რა. აქვე შოთაუთ თუ ადამიანი რომელიც საშიში ვინჯანდაბა შუთაუთი, კაი. შაუთაუთი არის. შაუთაუთი. გამოხმაურება იმ ადამიანს რომელიც გზაში შეგხვდა და გვიყურებს, აი, გაგიმარჯოს შენ კეთილო ადამიანო და ერთგულო ადამიანო. კი ბატონო, ყურების თვინა. და ასევე მე დავამატებ ერთ საინტერესო ფაქტს. რატი? შენ იცოდი რომ ეს რა ქვია? ევროპაში მე-15 საუკუნეში ჩაატარეს ვირთხების სასამართლო. აჰა. ვიღაცა სოფელს, რაღაცა სოფელს ვირთხებმა შეუჭამეს ეს რა ქვია? მოსავალი შეუჭამეს და ამათ რა ქვია მოსავალი შეუჭამეს და ვირთხებს უჩივლეს. და თან არა საქალაქო სასამართლოში, არამედ საეკლესიო სასამართლოში უჩივლეს და ვატიკანი ასამართლებდა იმებს, რა ქვია, ვირთხებს. და ერთი ადვოკატი იყო ფრანგი, ბარტლომე რაღაცა, ბარტლომე ცვარტლომე მაგალითად, რომელმაც მე ვირთხებს დავიცავ და რამაგრად დაიცვა, იცი? პირველ წხდომაზე მივიდა და ისა რა ქვია, ვირთხები არ იყვნენ რა. და გაგიკვირდება და ვირთხები არ იყვნენ. ხო და მოსამართლე ჩათავა, აი რო არ მოდიანი კაცო, ესე იგი ეს აღიარებაა იმისა, რომ დამნაშავეები არიან და გაურბიან. ხო და გაურბიან და ამან გაუძრო რომ კაცო რას ქვია ეხა აღიარება არისო. ჩემიო კლიენტებიო ვიცი როგორ თქვა, ჩემი კლიენტებიო ისა არ იყვნენ ინფორმირებულებიო, იმიტომ რომ ეს მოსავლის შეჭმაო მოხდა ქალაქ გარეთო ცალსახად, იმიტომ რომ ფერმები ქალაქ გარეთ არის და ეს გამოძახების წერილი იყო დაპინული ქალაქის ემაში ცენტრში და მაგას ხო ვერ ნახავდა, იმიტომ რომ იქ ცხოვრობ ეგაცო იქ შეჭამეს მოსავალი. რა მოსავალი კაი ცვეთჩიო და ჩანიშნა მეორე ხდომა და ქალაქ გარშემო ყველგან დაპინეს ეს გამოძახების ისა. მოვიდა მეორე ხდომა და ვირთხები მართლა არა, მაინც არ არიან. რა წესია ხა ეს ვერ გავიგე, მაგრამ ხო ხედავ ხა ეს არის რა ქვია. არ მოვიდნენ, ესე იგი დამშავები არიან. ამან უთხრა რომ კაცო არ მოვიდნენო, იმიტომ რომ ეხა შეხედეო შენო მოსამართლეო ვიღაცა გლეხმა რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინოს და სასამართლოში დაიბარონო, კვირებს აძლევთო რომ მოაწესრიგონ თავის რაღაც ადვოკატი იშოვან, ისქნან რაღაცა ფული მოაგროვონ ადვოკატს, ყველაფერი კვირები ჭირდებათ და მე ინიშნება ხდომაო და შენ კიდე ეგრევე ჩანიშნეო. ნუ ხო კაი ცვეთით ხო და სასამართლის წინაშე ხო ყველა თანაბარი ვართო და ესენის თანაბრები არიან, ამათა ჭირები ჭირდებათ. ხო კაი ცვეთში მართალი ხარ, მოსამართლე უნება და ეს ანეკდოტივით რა თქმა არის. ხომ გიყვები ჩანიშნა მესამე ხდომა. რამდენიმე კვირის მერე. გავიდა რამდენიმე კვირა და იყო ერთობი. არა, ოსმო მაგარი კამერა. დაყვება. მოვიდა მესამე ხდომა და ვირთხები მაინც არ არიან შეჭტო და ეხა მოსამართლე უნება რომ აი შენ თქვენა ბიჭო შიქ ხო არა გააქვთ რაღაცა. ესენი დანაშაულები არიან მესამე ხდომაზე არ მოვიდა. მოსამართლე მაგარი გაუძრო რა რომ მთელი ქალაქიო სავსე არის კატებითო. ხოლო ჩემი ისინი ვერ მოდიან მოსამართლემ თუ ადვოკატმა ბოდიში ადვოკატმა გაუძრო რომ ესო სავსე არის კატებითო და დაშინებულები არიან ჩემი კლიენტები როგორ მოვლენო. და და რა კაცო ფაქტობრივად დაქირავებული მკვლელები ყავთ ამ მოქალაქეებსო გაშვებული ემაში ქუჩებშიო და ჩემი კლიენტი როგორ უნდა მოვიდესო. ნუ კაიო რა და ამ მოსამართლემ თქვა რომ იქნება რომ გამოუშვა წერილი რომ იქნება მოქალაქეებო თავი ესა მეც როგორ თქვა იქნება რომ კატები დამალოთ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გამოუშვათ ქუჩებში რაც რა თქმა უნდა არავინ არ გააკეთა. და შესაბამისად შემდეგი ხდომაც ვერ ჩატარდა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ევროპაში მართლა არის კარგი რაღაცეები, მაგალითად სასამართლო, სადაც ვირთხები შეგიძლია დაიცვა წარმატებით ვატიკანისგან მე-16 მე-15 საუკუნეში და
ეს რომ მოყვე, მარტო ეს რომ მოყვე. აი ისე რა, просто ფამილარულად რო ჩახვიდე სოფელში და მოუყვე რა, იქ ხალხს რა, აი ვირთხების თავისუფლება შემიძლია დავიცვა და ევროპული სასამართლოს ფარგლებში და ადამიანის თავისუფლებას როგორ ვერ დავიცავ, შენ თუ მართლა უდანაშაულო ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ვირთხები დამნაშავეები იყვნენ ხალხს ახალ. მაგრამ ესეთი რაღაცა რომ მოუყვე იმას ადამიანს, ოღონდ არა ისე რაღაც დავარცხნი და აი ვირთხების სასამართლო ისე რა, ველაპარაკები ტიპს რა და ეგ გაგივა კაცო, მე მართლა გააგებინებ ადამიანს, რომ ევროპაში რაღაცეები კარგი არის. თან ეს ხდება მე-15 საუკუნეში. ნუ ხა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ხო, მე-15 საუკუნეში. წარმოგიდგენ ხა, რავი, მე რასეუბნებიან ესენი, просто არაფერს. აი ესეთი ენით ელაპარაკება ლევან ხაბეიშვილი. ხო. ვირთხების სასამართლოს ენით ელაპარაკება ლევან ხაბეიშვილი ემათ. ქართულ ხალხს და მაგიტომაც ესმით ლევან ხაბეიშვილს და თამარ შერგულაშვილი ელაპარაკება მუხლებით. რომლებიც გაუსკადება იმედია. მე ველოდებოდი მაგას, როდის შეიტყავდი რომ მუხლები დაუსკადება. მუხლების ხსენებაზე გასკდება მახსენებელს.